ფაქტობრივად ამოწურულია ერთი დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვა და ეს მათ შორის მედიის დამსახურებაც არის, ვინაიდან ოპერატიულად იმოქმედა, მშვენიერი სიუჟეტი იყო გუშინ თქვენს არხზე, აი ამ ასე ვთქვათ მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან და მან დამალა ის ფაქტი თუ ვისგან იყიდა, ასევე ფორმულაზეც ანალოგიური სიუჟეტები გადიოდა და მე დღეს დილით გამოვთქვი ვარაუდი, რომ მთავრობის სპეცოპერაცია იყო რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად, ვინაიდან რუსულ ჯარებს ამოდენა 300 ტონა საწვავითანაც 35 ტონიანი დავთო აი ამ სიდგე მანქანებით ვერ გაცდებოდა, თუ ეს არ იქნებოდა წინაშე დაგეგმილი და შეთანხმებული და ვივარაუდე, რომ ეს არის შუამავალი ფირმა რუსები როგორც იწყებიან პაცტავნოი, ასე ვთქვათ, რაღაცა ცრუ შპს, რომელიც პატარ-პატარა სავაჭრო ოპერაციებს ეწეოდა აფხაზეთში, თანაც მთელი ბიოგრაფია გამოიკვლიეს ამ ფილმის მეპატრონის, ყოფილა ბობოლა ნარჩი, როგორც იყვიან, აი ნარმანია ხოჩით ვინ არის დღეს. და დენის ტარიფებს რომ უმატებს და ყველა ქართველმა იცის ნარმანია როგორც ტარიფების მომატებელი. აი ეს ნაცევიზოს 2007-8 წელს ყოფილა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და მოხსნის შემდეგ გადაბარგებულა ქოცებში და მე ანტინაცურ მიტინგებზე ღებულობდა მონაწილეობას. მაგრამ ეს ასე ვთქვათ პოლიტეკონომიკური მხარე. როდესაც ვივარაუდე, რომ შეუძლებელია 300 ტონა ერთ რომელიღაც კომპანიას ვინმე მიყიდოს, ეს უნდა ყოფილიყო დიდი ნავთობიმპორტიორები. ვინ არის დიდი ნავთობიმპორტიორები? ეს არის ვისოლი, გალფი, რომპეტროლი, ლუკოილი და სოკარი. ყველა რატომღაც აი ამ მიმართულებით ეძებდა და ყოჩა სალომე ლაბაძეს ფორმულას ჟურნალისტ მან სიუჟეტი ჯერ არ 5 საათზე იქნება და მე მინდა პროფესიული ასე თქვა სინდისი დავიცვა. ეს არ არის ჩემი ექსკლუზივი მან, მე და ამერიკადან მთხოვა კომენტარი თუ ვინ არის ვინმე უჩალ რუსმანაშვილი, რომელიც ყოფილა იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელმაც მიყიდა 300 ტონას საწვავი აი ამ აფხაზეთში გამტან ასე ვთქვათ შუალედურ კომპანიას და კიდევ ვიძახის ეს კაცი რომ კიდევ ვიყიდიო და თანაც არასახელებდა თუ ვინ იყო. არავინ იცის ეს კომპანია ვინ არის, აი მეც კი დამავიწყდა ახლა სახელი მიუხედავად იმისა რომ დაუპოსტე და ისევ იმეორებ არ მეგონა თუ სიუჟეტი გასული არ იყო და ამიტომ ჩემი პოსტის კომენტარში დავწერე ამ კომპანიის სახელი, მაგრამ ყველამ და ეს არის ნომერ მეორე ნავთობი ანუ ადგილობრივ კომპანიაზე ლაპარაკობთ, რომ ვინც მიყიდა ამ სოლიდუს ამაზე ლაპარაკობთ? კი, ეს სოლიდუსი თუ რაღაცა მთავრობის თქვენ გიწერიათ კომენტარში, მოდი თქვენგან ამოვალ, რომ საწვავი გაუყიდია კომპანია Repsol-ს წერთ ამის შესახებ და მას ეკუთვნის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი Connect-ი. დიახ, Connect-ი პარამეტრს და არის პატარა ბენზინგასამართი სადგურია, ყველას გონია რომ აი რომპეტროლი და ლუკოილი და ვისოლი და გალფი ესენი არიან, ასე ვთქვათ, დიდები და რა მართლაც დიდები არიან, მაგრამ მეორე ადგილზე არის სოკარის შემდეგ ეს ნავთობის იმპორტიორი და Connect-ი ეს მისთვის არის, ასე ვთქვათ, ნაღდი ფულის, ასე ვთქვათ, წყარო, cash როგორც იტყვიან და ვინაიდან ყველა აი ამ ნავთობ იმპორტიორ კომპანიებს აქვს იგივე დასახელების ბენზინგასამართი ან ავტოგასამართი სადგურები, რატომღაც ყველა მიცის ვინ არის ეს კომპანია, მაგრამ Connect-ი დიდი არ არის. და ამიტომ ფაქტობრივად აი ისე შემახსენეთ ანა რა ქვია ამ კომპანიას რომელმაც შემოიტანა? თქვენ გიწერიათ რომ ეს არის Repsol-ი. აი Repsol-ი მეც კი ვერ ვიხსენე და ვინ იცის საქართველოში Repsol-ი რა არის? ყველაზე დიდი ერთ-ერთი ნომერ მეორე ნავთობ იმპორტიორი. ამ კაცის შემდეგ რომ მოვიძიე და ჩავიხედე ამ Repsol-ის ეს უფროსი ვინმე უჩა და გვარიც არ მახსოვს Forbes-ის სიაში პირველი ჩავიხედე ამოდენა კომპანია თუ აქვს და ასეთი ლურსმანაშვილი და ასეთი გიგანტური ოდენობის ნავთობის გაყიდვა ერთ დღეში თუ შეუძლია 2 დღის განმავლობაში მივაწოდეო ამან აფხაზეთსო ეს იმას ნიშნავს რომ მე Forbes-ის სიაში უნდა ყოფილიყო და აგერ არის Forbes-ის სიაში 7 მილიონი თუ რაღაცა პირადი საკუთრება. მოკლედ აი ამ Connect-ის მეპატრონემ საქართველოს მთავრობასთან ერთად რუსეთის მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმა მეგობრობის ხედის გაწვენა რუსეთისათვის. გუშინ ნახეთ ყველა ალბათ რუსულ წყაროებში ინფორმაცია 15 საათიანი რიგებია სოჩში. და წარმოგიდგენიათ ახლა
სოჩი 15 საათიანი რიგებია და გაწევა და ჭუბებიც არის ხოლმე Facebook-ში ვნახავთ ხოლმე რუსები როგორ დაერევიან ამ რიგებში ერთმანეთს და რუსეთს იმის თავი აქვს რომ აფხაზეთს მიაწოდოს საწვავი და ნუ გავიწყდება რომ აფხაზეთში შეიძლება ბუნტი მოხდეს იმიტომ რომ თითქმის მილიონი ტურისტი არის აფხაზეთში რუსეთიდან აფხაზეთი მას შემდეგ რაც ყირიმი დაკარგეს როგორც დასასვენებელი ადგილი რუსებისთვის გახდა ესა რა ქვია იმის სასალაპირო ლაჟვარდოვანი ხმელთაშუა ზღვა და იქ უკმაყოფილება შეიძლება აფეთქებულიყო შემდეგ საწვავი მარტო ტურისტს არ სჭირდება და არ სჭირდება მხოლოდ იმას ჰუმანურ ასე თქვა ფაქტორებს შეშველებენ სასწრაფო მანქანების დახმარების მანქანას საწვავი სჭირდება პოლიციას აფხაზეთში რუსულ ჯარებს ვიღაცა გამოვიდა ოსნებიდან დიზელი იყენებს ჯარი დიზელს იყენებენ ტანკებში არ არის აფხაზეთში ტანკები წავიდა ეს ტანკები ყველაფერი და განადგურდა რუსული ტანკები უკრაინაში დიზელს იყენებს მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა მათ შორის ბეტერებს ოეძახიან სხვათა შორის ბორბლებიან ბეტერები ბენზინზე მუშაობს თუ მაინც და მაინც სამხედრო კონტექსტში უნდა ვიხმაროთ და სამხედრო ბაზაში არ ნიშნავს მაინც და მაინც ტანკში ჩასხმას დრონშიც ბენზინს ასხამას სხვათა შორის ნიშნავს იქ მომსახურე პერსონალს ინფრასტრუქტურას სხვა ტიპის სამხედრო მანქანებს ჯარს პოლიციას რუსეთის სამხედრო ბაზებს და რა თქმა უნდა აი ამ სოციალური უკმაყოფილების ჩასაქრობად სასწრაფოდ გაუწოდა დახმარების ხელი საქართველოს ხელისუფლებამ ოღონდ დარღვევით კანონისა ოკუპაციის შესახებ ვინაიდან აფხაზეთში 100%-ით 99.9% კი არა 0.1% შეიძლება ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოსთან შესულმა ბენზინმა სტატისტიკა შეცვალოს როსნეფტი ამარაგებს აფხაზეთს ნავთობით. ვინ არის როსნეფტი? როსნეფტი არის სანქცირებული კომპანია. დაახლოებით ნახევარი ეკუთვნის როსნეფტის საკონტროლო პაკეტის მქონე როსნეფტის ბენზინგასამართ სადგურებს, აბა ნახეთ Google-ში ორი არის. ერთი რაღაცა როსნეფტი და მეორე როსნეფტის ყოფილი დირექტორის მიერ დაფუძნებული ნავთობკომპანია რაღაცა პრასვეშენია თუ რაღაცა ქვია რაღაცა ცოტა უცნაური სახელია ეს ორი ერთი როსნეფტის აფილირებული პირი ანუ პირდაპირ მისი დირექტორის მიერ დაფუძნებული აფხაზი მოწელეების ყავთ მაგრამ მინორიტარები როგორც თქვიან და როსნეფტი აკონტროლებს როგორც 51%-ს აფხაზ რაღაც ნავთობის ასე ვთქვათ გამანაწილებელს ანუ ავტოგასამართ-სადგურებს ბაზები მთელი ნავთობაზები კი ბატონო მთელი ნავთობაზები როსნეფტს ეკუთვნის და კიდევ ერთი რომ თქვას ვიღაცა მიხო არის პატარ-პატარა სადგურები გალშიც როსნეფტი არის მეორეა რომ სამ პატარა სადგურებს მიეწოდებინა ოღონდ ასე არ ხდება 35 ტონიანი იმის რომ მიადგება 300 ტონა რომს ყოფილიყო ისინი წლებია როსნეფტის პარტნიორები არიან ანუ სანქცირებული რუსული კომპანიას სანქციების ასე გვერდისავლაში ეხმარებიან ამიტომ ნებისმიერი მიწოდება აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული საწვავისა ეს არის სანქციების გვერდისავლა რუსეთის სამხედრო მანქანის დახმარება ირიბად და პირდაპირ ურთიერთობა როსნეფტთან ხელშეკრულება ვისთან გააფორმა აბა წარმოადგინოს ამარველაძემ რატომ მალავს ბატონო მან აი მე ვახსენე ასევე თქვენ გაქვთ არაერთი კითხვა პრინციპში და ასევე გახარიას გუნდი ვახსენე რომელმაც სადეპუტატო კითხვის უფლებამოსილება გამოიყენა და მიმართა ირაკლი კობახიძეს 20 დღის ვადა არსებობს შემდეგ უკვე ყველა პასუხი უნდა იყოს გაცემული ერთ-ერთი საკითხი არის აი რა არის ახლა მთავარი უკვე ამ ამბავის შემდეგ ხო რაც გარკვეულია რომ მაინც გამოვიდეს სინათლე და მზიშუქი იხილოს დოკუმენტაცია, ანუ მაგალითად როგორიც არის პერიოდი მიწოდების საბოლოო დანიშნულება, საწვავის რომლის მიწოდებაც მოხდა, ეხა სიტყვიერად ამბობს ეს პირი გვარი დამავიწყდა სოლიდუსის არველაძე რომ იქვე გალისთვის გადავეცითო და 33 წლის შემდეგ ეს მოხდა პირველად, არასოდეს იქამდე არ მიუწოდებია მსგავსი პროდუქტი და ახლა სისულელეა, გალიდან შევიდა ანუ რისი ცოდნა არის მნიშვნელოვანი და რა ტიპის ინფორმაციას უნდა აწვდიდეს ქართული ოცნების ხელისუფლება საზოგადოებას იმის გათვალისწინებით რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ არ არიან მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები და კრიტიკოსები ვისაც აქვს კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით ხომ ხა ეს სოციუმი არც ისე დიდია და ყველა მხრიდან ისმის ეს კითხვა რეალურად რა მოხდა და რატომ მოხდა უკვე აქცენტები დაიზრდა სხვა მიმართულებით
ეს არის ასე თქვა თავრობის დასმული რომელიღაც პატარა კომპანია და პატარა შეპესე რომელიც გამოიყვანეს დაავალეს რა თქმა უნდა უცბად გამოჩნდა გუშინ მე ვიყავი დაავალეს რომ მოდი გამოდი და პასუხი გაეცი და შენ თავზე აიღე ყველაფერი მაგრამ ნუ აზუკაცებად გამომჟღავნდა ვინ არის ეს უჩალ რუსმანაშვილი გითხრას მისმა კომპანიამ 300 ტონა რომ მიაწოდა აბსოლუტურად უცნობ კომპანიას საერთოდ პატარა შეპესეს 300 ტონა მილიონი ლარი ღირს დაახლოებით მილიონი ლარი საიდან იშოვა ჯერ ერთი აი ამ შუამავალმა კომპანიამ რომელმა ბანკმა დააფინანსა და ფული ჩაურიცხა აი ამ იმას რა ქვია ნავთობიმპორტიორ კომპანიას ამ უჩალ რუსმანაშვილის კომპანიას რომელსაც ისევ ბენზინგასამართის სადგურები კონექტი აქვს და აქ ვინ ჩაასხამს ახლა თუ ეს დადასტურდა რომ რა დადასტურება უნდა მაგრამ თუ შეკროლები იყო რუსეთთან ერთად და რუსული სახელმწიფოს ხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო ვინ ჩაასხამს ამ კონექტში ბენზინს ესეთ საკითხავია მე იცოდა როგორ ენდო მილიონი ლარი ამ 300 ტონა რომელიღაც შეპესეს არ იცოდა რომ ხაზეთში შედიოდა რომელი მანქანებით შევიდა აი ამ პიროვნების კომპანიის მანქანებით 35 ტონიანი მანქანები სულ რამდენიმე კომპანიას ყავს გალფს და თან 9 მანქანა გაუშვიო მანქანის მძღოლები როგორ შეუშვეს მათომ არა აქვს გადაადგილების დოკუმენტაცია რუსეთის მესაზღვრეობა როგორ გაუშვეს და ამ კომპანიამ ახლა მარველაძის კომპანიაზე გადავიდეთ ფული როგორ უნდა აიღოს რუსეთის აფხაზეთის ყველა ბანკი ოპერირებს რუბლით და არის რუსეთის ბანკებთან დაკავშირებული. ყველა ბანკი რუსული რაც აფხაზეთში არის სამსირებული. ყველა სბერბანკი იქნება თუ სხვა დიდი ბანკები. ფული რუსული რუბლით ჩაერიცხება აი ამ მარველაძის შუამავალ კომპანიას, რომელმაც შემდეგ უნდა გადაუხადოს ფული აი ამ კონექტის მეპატრონეს. თუ უკვე ბანკიდან აიღოს ეს ბანკს რა გარანტი დაუდო ამ უცნობმა კომპანიამ? ან თუ ენგურის ხიდზე როგორც პატარა მოვაჭრეები აკეთებენ და ძირითადად ჩანთებით გადააქვთ რუბლები, ლარები, დოლარები და ასე შემდეგ. ეს არის ასე თქვა საზღვრისპირა ჩანთებით ვაჭრობა. მილიონ ლარს ჩანთით მოიტანს ის და მთავარი კითხვა, ვინ არის ის? ვინც მოიტანს? გალშიც რომ ჩაესხათ, შეიძლება ნაწილობრივ მართლაც ჩაასხეს. 35 ტონას რომელიმე ერთ ბენზინგასამართ სადგურში კი არ შეიტანენ ეს შეიტანენ ნავთობ ბაზაში ვინ არის იმპორტიორი ვისანაც ხელშეკრულება გააფორმა მალავს ეს კაცი ყველაფერი როსნებთან დაკავშირებულია გალში ბენზინგასამართის სადგურები ინდივიდუალთანაც რუსული არის მაგრამ მაინც ინდივიდუალურად კი არ აფორმებენ აი ამ მარველაძის შუალედურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ერთი ბობოლა იმპორტიორია ნავთობის ყველა იმპორტიორი არის რუსული ზოგს აფხაზური სახელი ქვია, მაგრამ კონტროლი, იურიდიულადაც კონტროლი. აქვს რუსეთის ხელში. მაშინ გვითხრას, აი ამ მარველაძის კომპანიამ აფხაზეთის რომელ იმპორტიორ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. და ეს ყველაფერი ერთი იმ პატარა კომპანიის, ასე ვთქვათ, ძალებით მოხდა და ეს კაცი არის მატყუარა. ამბობს, რომ გუშინ თქვა ინტერვიუში, რომ მთავრობამ არ იცოდაო. მე ხომ ლიცენზია მაქვს აფხაზეთთან ურთიერთობისო კი სპეცრეჟიმი არსებობს და ეს სპეცრეჟიმი მას უნდა მინიჭებული და ამოეწურა ვადა და გაუგზელეს ახლა 3 თვით. რატო გაუგზელეს 3 თვით? 3 თვით გაეგზელებინათ. რაღაცებში იყენებენ ამას და ამოეწურა როგორ ჩანს და უთხრეს შენ თუ გინდა ახლა გაგეგზელო და იქ პატარა ვაჭრობა განახორციელო იქ კვერცხი შეგაქვთ აფლი და რაღაცები სასოფლო სამეურნეო საკუთრებული მოდი 3 თვით გაგეგზელებო ოღონდ აი მოდი ამ ოპერაციაში ჩაერთე. ეს ვერ აიცილებს ეს იმიტომ რომ მოიტყუა. თან ბატონო იქ ნახეთ როგორ შეიცვალა 2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობა გამოსცემს ახალ ანუ მთელი ღონისძიება ხო მიღებული ამ ყველაფრისთვის რომ ღონისძიებას მიმართეს რომ აი გამოიცა განკარგულება რითაც შეპესე სოლიდო 3 თვით უგრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება 18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. აი ასეთია ფორმულირება 18 დიახ ეს ბიჭი გამოიჭირეს და უთხრეს ო და იმ ივლისში ხელშეკრულება გააფორმა როგორც ჩანს ამან და შეიტანა 12-ში ვადა გაუვიდა 11-ში და 11-ში 3 თვით გაუგზელეს მეტი კი არა მეტი რატო არ გაუგზელეს ეს ამბობს 7 წელია ვაჭრობა აფხაზეთთან რატო არ თმევენ ამ ადამიანს ვაჭრობის საშუალებას და შემოსავლის წყაროს და რატო მაინც და მაინც 3 თვით იმიტომ ყურებით ყავდეთ დაჭერილი და გამოიჭირეს და უთხრეს ეხლა მიდი შენ იქ არის ვიღაცა უჩა
და ისე მოვწდება რა გვარია სუჩა Forbes-ის მილიონთა სიაში გავიხსენებ. აი ეს სუჩა კონექტის კომპანიის პატრონი და ის შენ მოგცემ 300 ტონას. გარანტია არა გაქვს, ფული არა გაქვს, ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება. როგორ იტყოდა და ეს მე რუს სამხედროებს რა უთხრა, შენ არაფერს არ ეთქვი. შენ მიაყენე შენი 9 მანქანა და იქ ყველაფერი თავისი წავა და ეს საწყალი გამოიყენეს, ჩაუღეში ჩააგდეს, ეხლა რაღაც ყუილებს იძახის და მორალურ პასუხისმგებლობას სულ მცირე ვერ აიცილებს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ოპერაცია თუნდაც იგივე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ იქ არის საუბარი. იმის თაობაზე რომ იქ და სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელებისა აქციზური საქონლის მიწოდება არის დაუშვებელი. საქართველოში აქციზური საქონელი არის ბენზინი, დიზელსაწვავი. ანუ თანაც და ომის დროს საწვავი არის ომის საშუალება. ომის და ეს არნიშნავს რომ აქ შეტანილი ის არა ქვია აფხაზურ ტანკებში ჩაისხმება და იქ წავა. რატო აფეთქებს უკრაინა მთელს საბითუმო ვაჭრობის ქსელს, ვალდბერის რო ქვია. ეხლა გამოქვეყნდა უცხოური წყაროები, საოცარი რიცხვებია ეს უკვე. დაახლოებით საუბარია 9 მილიარდი დოლარის ზიანზე, როგორც საქონლის, ასევე იმ 20-მდე სავაჭრო საბითუმო ბაზების დაცვის შედეგად. იმიტომ რომ ეკონომიკას ეთხრება ძირი და უზარმაზარ სოციალურ უკმაყოფილებას იწვევს და ნელ-ნელა რუსეთის მოქალაქეებმა თვალი გაახელეს, რომ მათ სახში შემოვიდა უკვე ომი და უკმაყოფილება და უკმაყოფილების ჩაცხრობა საქართველოს ხელისუფლების დახმარებით რუსეთისადმი ხელის გაწვდის და დახმარების ტოლფასია. ვინაიდან მან ჩააცრო რეგიონში კრასნოდარში მძიმე დღეებია, აგერ 4 გემი გუშინ ნოვოროსიისკში ჩაჯერეს, ჩრდილოეთ კავკასიაში საწვავის დეფიციტია, ისე ვიმეორებ რა მოხდა სოჩში, ვიცი 15 საათიანი რიგებია და აი აგერ ნაცვლად იმისა რომ ასე თქვა სოჩიდან აქეთაც გადმოვლენ აფხაზეთში ჩასასხმელად. და ფაქტობრივად და იქით შეიტანეს უარ და ესეც ღმერთმა იცის ჩვენ ხო ვერ გავაკონტროლებთ რა მოხდა. ბატონო რომან აი რაოდენობის საკითხი არ იწვევს კითხვის ნიშანს ამავდროულად, იმიტომ რომ დეპუტატის პოსტის მიხედვით 3000 ტონაზე იყო საუბარი, ხოლო ეს პირი არველაძე ხა BMG-ს ვკითხულობ სტატიაც აქვს გამოქვეყნებული, ვინ არის გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამაც აფხაზეთში საწვავი შეიტანა და აქაც არის ხაზგასმული ეს საკითხი და გუშინაც იყო ეს კითხვა, ანუ ეს ადამიანი 300 ტონაზე ლაპარაკობს და 3000 ტონა ეწერა იონათა მიშვილს თავისთავად. ეხლა ესეთი მნიშვნელობის საკითხი რანაირად ხო? ანუ რაღაც ნებისმიერი ინფორმაცია ალბათ ესე დროს ეხლა დეპუტატის რო ავრცელებს, მისგანაც გადამოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს, ხო? იმიტომ რომ თვითონ არველაძემაც უარყო და ის ამბობს, რომ 3000 ტონა სჭირდება გემიო და იობაშვილის კომენტარიც იყო გუშინ რომ ტანკერია 3000 ტონა და რაღაც ძალიან დიდ რაოდენობას უკავშირდება და ზღვით თუ გადაიტანდნენო, ხო ბატონ რომან გემახსოვრებათ ეს კომენტარი. კი, ძალიან კარგი შეკითხვაა, ანა, ძალიან კარგი შეკითხვაა და რა ვიცი, რომელი ერთი დავიწყო იმდენ რამე ამოწურეთ ამ შეკითხვაში. რადგან იობაშვილი ახცენეთ. იობაშვილმა ან ინფორმაცია არა აქვს და საერთოდ არაფერს ეკითხებიან და ისიც მარიონეტია, ან იობაშვილი არის დამნაშავე ინფორმაციის დამალვაში. ეს კომპანია, ნავთობიმპორტიორი კომპანია არის მისი ასოციაციის წევრი. მან თქვა, რომ ჩვენი ასოციაციის წევრს არ მიუწოდებია. არ მიუწოდებია თქვენია, ეხლა მე დავინტერესდიო და არ დადებითი პასუხი არ მიმიღიაო ამას ამბობდა ბატონო. ხო, და გადმოვრეკეო, ხო და მერეო და 3 ტონაო გაგიჟდა, 3 ტონას გემი ჭირდებაო. ხო, ერთი გემი ჭირდება 3 ტონას. აღმოჩნდა, რომ 3 ტონა და ეხლა იონათა მაშვილის საკითხი ყველა გაიტრუნა. ქართულ ოცნებას აქ ასეთი მიდგომა და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს მიდგომა ამართლებს. ამაში დამნაშავე ვართ ყველა. პოლიტიკოსებიც, ექსპერტებიც, მედიაც ცოდავს, იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემას მომენტალურად სხვა თემით გადაფარავენ. მაგალითად დღეს ორი ისეთი თემაა, რომელიც პირდაპირ ამხელს ხელისუფლებას დანაშაულში. ერთია და მეორე კრიპტოს თემა, რომელიც ენერგეტიკას ანგრევს. და რას აკეთებენ? ვიღაცას დაიჭერენ. სხვათაშორის ეხლა არ გამოვრიცხავთ, ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ ხვალ რომელიმე ბობოლა კოჩი დაიჭირონ და მთელი მედია ყურადღება იქით გადაერთოს, ან სადმე ტყეში, ორმოში იპოვონ იარაღები და თქვან, რომ ეს ან უკრაინიდან, ან სადღაც იმიდან მარსიდან ოპოზიციის ვიღაც წარმომადგენლებს ჰქონდა დამარხული და აი ხო ხედავთ ვიპოვეთ. და დღე არ გავა, რომ შესაძლოა მწვავე საკითხები იქნება, რაღაც ან კრიმინალურ თემებზე სუსი კომენტარს აკეთებს, ან პროკურატურა განცხადებას აკეთებს. ეხლა არიან საგონებელში ჩავარდნილი. მათი ერთ-ერთი მეთოდი იყო წაყროვება. მოდი წაუყრუოთ ამ თემას
და იქნებ ეს ასე ვთქვათ გადაგორდეს თავისით. და ერთადერთი კომენტარი, რაც ოფიციალური კომენტარი გააკეთებინეს პარლამენტის წევრს და არა მთავრობის წევრს, რომ რა მოხდა კაცო 3000 ტონა რამდენიმე მანქანაო. შეეშალა მას. 3000 ტონა როგორც ჩანს არის კონტრაქტში და მან თქვა სიმართლე. და ხომ არ გააზიარებდა, მაგრამ მეორე შეეშალა 3000 ტონა ეს დაახლოებით 35 ტონიანი მანქანა აზზე მეტია და 35 ტონიანი მანქანა სულ რამდენიმე წელია საქართველოში. პატარა მანქანები შესულიყო ასეული ტონა დაჭირდებოდა. ანუ რეალურად კონტრაქტი მეტია და დაიწყეს და 2 დღეში მოასწრეს 300 ტონის შეტანა. ოღონდ ამით არ დამთავრებულა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეხლა ვკითხულობ, რომ გიორგი არველაძე BMG-ს ეუბნება, რომ გუშინ აი 300 ტონის შემდეგ კიდევ 100 ტონა გავიტანეთ და დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი. კი, ეხლა დააკვირდეთ რუსულ მედიას. თუ სოჩში დაწყნარდა ვითარება, თუ 15 საათიანი რიგები გაქრა და სოჩი არის ისე მთავარი კურორტი აი ამ იმის ჩაძირვის შემდეგ, ყირიმის ჩაძირვის შემდეგ და რაც ვიზები გაუუქმდა ევროპაში და რუსები ვერ ისვენებენ, მიაწყდა სოჩი და აფხაზეთი. იქ ბუნტი უკმაყოფილება. ეს არ არის ლოკალური ერთი რეგიონის სოჩი ჩამოდიან ვლადივოსტოკიდან და მურმანსკიდან და სადღაც გადასაკარგიდან. თუ სოჩში ყველაფერი ჩაწყნარდა. ფაქტობრივად ჩართულდა ეს 100 ტონა პირდაპირ წავიდა რუსეთში. აფხაზი ანუ როსნეფტის აფხაზეთში ნავთობ იმპორტიორი კომპანიის მიერ. ვინაიდან შეიძლება მას სადღაც გადაუღებენ სოსურას და სადღაც გალში ერთ-ორ ნავთობ გასამართში მართლაც ჩაასხეს, მაგრამ 300 ტონას გალი 300 დღეში ვერ აითვისებს და ეხლა გალის მოსახლეობაზე ზრუნავს აფხაზეთის ხელისუფლება, აპარტეიდია. ქართულად აპარატი არ შეიძლება და სკოლაში განათლებას ვერ მიიღებდა, თურმე გალის მოსახლეობაზე იზრუნა, ვინაიდან ოკუპაციის შესახებ კანონში გამონაკლისები ჰუმანიტარულ დახმარებას ეხება. დამატებითი მოცულობების გატანის შესახებ კომპანიას განმარტავს ეს პირი, მთავრობისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს, ბატონო რომან. ხო, არა აქვს, მთავრობამ არაფერი არ იცის, რომ მე ვარ ისეთი მაგარიო, რომ 11-ში ვადა გამივიდაო და 12-ში რომ უნდა შემეტანაო, მთავრობამ 3 თვით გამიგრძელაო. და მთავრობამ 3 თვით გაუგრძელა ვიღაც კომპანიას რომ კვერცხი და თაფლი შეეტანა აფხაზეთში. იტყუება ეს კაცი ჩადის დანაშაულს, ეს მოხდება ციხეში. ეს იცოდეს. ვინაიდან ყოველი მისი მსგავსი გამონათქვამი, რომელიც დანაშაულებრივ სქემას აფარებს ხელს. თანაცაჯარო განცხადებები, უკვე გუშინაც ხო დავალება აქვს მიცემული. გუშინ თქვა თქვენს ეთერში, გაიმეორა ფორმულას ეთერში, დიდი სიამოვნებით თან ხდება ინტერვიუებს, იმიტომ რომ მიუგდეს საზოგადოების ხახაში ეს კაცი. შეიძლება ეფექტეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, რაღაც განათლება აქვს, უცხოური განათლება ქონია, ეგრე CV წავიკითხეთ და ეს კაცი როგორმე გამოგვაძვრენს. მას არავითარი ასე ვთქვათ, საშუალება არ აქვს, რომ მთავრობა გაამართლოს და ყოველი მისი გამონათქვამი ძირს უთხრის მთავრობას. როცა ამბობს, რომ მთავრობამ არ იცოდა, მაშინ ყოფილიყარ რუსეთის აგენტი. თუ მთავრობამ არ იცოდა, როგორ შეძელი შენ 400 ტონა საწვავის გადატანა რუსეთის ასე ვთქვათ საკონტროლო პუნქტზე. სადაც ერთი არის ეგრეთ წოდებული აფხაზური საბაჟო. შემდეგ რუსული საზღვრის დაცვის ეს მთელი ჯარები, რომლებიც კორუფციაში არიან ჩართული და აგუგუნებენ ამ ბიტკოინების იმას აქვია სერვერებს და მთელი რუსეთის სამხედრო ბაზები ენგურიდან მოპარული მდენით არსებობენ და აშენდა ეს რომ რუსობა იქ და ქთამის აღება და მთელი ეს პროცედურები ვიცით რა ხდება. როგორ მოგხთამა მან საზღვარზე. ან რუსეთის სპეცსამსახურის ასე ვთქვათ აგენტი ხარ, ან საქართველოს მთავრობის აგენტი, ოღონ პატარა დაქირავებული პირი. მასზე დიდი დამნაშავე არის ის მსხვილი ნავთობ იმპორტიორი, აი ამ უჩალ რუსმანაშვილის სახით, რომელიც დღეს ჩდილშია და ჩდილიდან გამოიყვანა, აი აგერ ყოჩახ სალომეს ისე ვიმეორებ, იმიტომ რომ მას სიუჟეტი ჩაუშალე, დაუპოსტი წინასწარ და ამიტომ კიდევ ერთხელ და ვახსენო ეს. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონო რომან, დაგემშვიდობებით. ეკონომისტი რომან გოცირიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.